ვინც თავისინებით პროჩიდან ახსარებაზე მოვიდა, იყო მამათმავალი. პირველი ადამიანი, ანუ ღმერთმა დამანახა, რომ შენ ვერ გადაწყვიტავ, ვინ მოვა შენთან. მე ვისაც შენთან მოიყვან, შენ ვალდებულება გაქვს როგორც მოწყოს, რომ ყველა ადამიანს უნდა უპატრონო და ყველა ადამიანს მიხედო მოუარო. ჩვენ გვძლებს არ აქვს იმის უფლება, რომ ადამიანები გავსაჯოთ. ჩვენ ადამიანები, ვინ ჩვენთან მოგინდა პედოფილი იყოს, ყრელი იყოს, ნარკომანი, მამათმავალი, ეს ჩვენ ზრუნულობა უნდა ქონდეს ყველაზე. მოძღვარი უნდა იყოს ყველა ცუდის მიმართ განწყობილი რადიკალურად, იმიტომ რომ მოძღვარმა ზუსტად იცის, ცოდვას შედეგი მოგზა, როგორ კლავს ადამიანს და როგორ ანადგურებს ადამიანის სულს ნებისმიერი ცოდვა, მაგრამ არც ერთი ცოდულის მიმართ მოძღვარს არ უნდა ქონდეს უდამოკიდებული, იმიტომ რომ შენ ყველა ცოდვას უნდა იღებდე და შენ უნდა ქონდეს ყველაზე მზრუნველობა. მოვიდა და კი იგივე კითხავს რომ მოვიდა და საშინელ დანაშაულს გიყვევათ, რომელიც ჩაიდინა, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულს, აი არ ვიცი რა შეიძლება იყოს პედოფილიაზე, მძიმე ცოდვა. ამ დროს რა შვებით? ვიბარებ ახსარებას და შეგა ვერ გავახსარება, სულ რომ მოვიდეს, აი დაგეგმილი რომ მოვიდეს ადამიანი მძიმე ცოდვით, იმასაც ვერ კაცებ. მოძღვრისგან ახსარების გაცემა ნიშნავს, რომ მოძღვარმა, აი როგორც მაცხოვარი რომ ჯვარზე რო გააკრეს და ზუსტად ისეთივე ცოდვა მოძღვის ახსარების გაცემა. ახსარების გაცემაზე მძიმე ცოდვა მოძღვის არ არსებობს. იმიტომ რომ წარმოგიდგენ ადამიანი მოდის შენთან და შენ ადამიანი გიმხელს რამეს რაც საკუთარ თავთანაც ვერ ამხელს. აი მაგრამ რჩევას ვერ აძლევთ იმ მომენტში რომ თვითონ წავიდეს და ჩაბარდეს პირობითად. კი, მე მიმიცე